საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა გაიხსნა ადამიანის უფლებებისა და ევროპული სამართლის შესახებ კონკურსის წესით შერჩეული 25 სტუდენტი ლექციებს 10 დღის განმავლობაში მოისმენს. მოხსენებლები იქნებიან მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლას 2008 წლიდან ახორციელებს წელს პროექტი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. ერთ-ერთი საინტერესო არის სამართლიანი სასამართლოს უფლება და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხებიც. საინტერესოა დაზარალებული სტატუსი, ანუ დღეს ჩვენ ვიცით, რომ კანონმდებლობაში იგეგმება ცვლილებები, რომელიც მიხედვითაც დაზარალებული სტატუსი გარკვეულწილად უნდა ამაღლდეს, ასეა გათვალისწინებული. წლევანდელი საზაფხულო სკოლა დაეთმობა საერთაშორისო სისხლის სამართალს, ასევე მსმენელები მოისმენენ ძალიან საინტერესო კურსს ზოგადად ადამიანის უფლებებში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში. ამერიკელი და ბრიტანელი პროფესორების გარდა აქ შესაძლებლობა აქვთ, რომ ასევე იმუშაონ ქართველ პრაქტიკოსებთან, იურისტ პრაქტიკოსებთან ერთად და ასე რომ ამ მოკლე კურსის ვადა შესაძლებლობა იქნებათ, რომ განავითარონ თავიანთი პროფესიული კვალიფიკაცია და შემდგომში ეს გამოადგილოთ როგორც მათ სწავლის პროცესში, ასევე იმაში, რომ მათ დასაქმების პროცესში მათ ქონდეთ მართლაც გარკვეული პრივილეგია.